როგორც ცნობილია 900 წლის შემდეგ მეგობრებო ივანიშვილმა საქართველოში დააბრუნა არაბობა მურვან ყრუს ლანდი და უკვე რამდენი წელია ლეიბორისტული პარტია სოფელ დარბის არაბული დასახლებების წინააღმდეგ გარკვეული ხანი შევაჩერეთ ეს პროცესი, მაგრამ ახლა შუა აღმოსავლეთში დაწყებული ომებისა და კონფლიქტის გამო კვლავ საჭირო გახდა ხალხთა დიდი მასების გადმოსახლება ივანიშვილის მიერ გაყიდულ ქართულ მიწაზე და აი ამ დიდი შვიდეულის დღეებში რეესტრმა ხელისუფლების განკარგულებით დაარეგისტრირა არაბულ კომპანია იგლ ჰილზე თბილისსა და რუსთავს შორის არსებული აი ამ 60-ის გადაცემა 6 მილიონი კვადრატული სახით რიგშია გონიო 3 მილიონი კვადრატული, სადაც ჩამოსახლდება უამრავი უცხო ტომელი და ივანიშვილის გათვლით აქ ქართველების ადგილი აღარ უნდა იყოს, რათა მან არა მარტო მილიარდები მიიღოს ჩვენი მამულის გაყიდვით, არამედ პასუხის მომთხოვნით არავინ აღარ დარჩეს. მე კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ არაბული ქვეყნების ხელმძღვანელებს და მათ სამშენებლო კომპანიებს, მათ ქვეყნების საელჩოებს და მსოფლიო არბიტრაჟებს, ყველა ცნობილ არბიტრაჟს. ვინაიდან ივანიშვილის რეჟიმი არის აუღიარებელი, არალეგიტიმური და უკანონო, მასთან დადებული ყველა კონტრაქტი, მათ შორის მიწების გასხვისებაზე თუ არაბულ ეგვიპტური ქალაქების მშენებლობაზე არის სამართლებრივად უკანონო და როგორც კი რეჟიმი შეიცვლება, ყველა ასეთი კონტრაქტი იქნება გაუქმებული. პლუს ამას ივანიშვილთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი, სამშენებლო კომპანიები თუ პოლიტიკური ხელმძღვანელები ქართული მიწის მითვისების საკითხში მიცემული იქნებიან პასუხისგებაში, რადგან ივანიშვილი დასანქცირებულია და მას ჩადენილი აქვს მსოფლიო სისხლის სამართლის კოდექსებით გათვალისწინებული დანაშაულების უმრავლესობა, შეიძლება ითქვას. ამიტომ მე მოუწოდებ ყველა თანამდებობის პირს, ვისაც ხელის მოწერა ეხება აი ამ სამშობლოს გამყიდველურ დოკუმენტებზე, არ გაბედოთ გადაწყვეტილებების მიღება აქ არაბების და აზიელების თუ ნებისმიერი უცხოელის ჩამოსახლებაზე, საქართველოს გადაშენებაზე. ყველას გელოდებათ ციხე, ვინც ხელს მოაწერთ ივანიშვილის დანაშაულებრივ განკარგულებებზე, ქართული მიწების გასხვისებისა და აქ სხვა გენეტიკის ჩამოთესლების გენოციდურ პროცესებზე, რომელიც მთელი სისრულით მიდის წინ, რადგან